გამარჯობა, ეს შაბათია და რა თქმა უნდა ეთერშია გადაცემა ეკოვიზია. მოკლედ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რის გარეშეც ადამიანის და ნებისმიერი სულიერი არსების სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა დედამიწაზე. აი ბავშვებო, ეხლა თქვენ მითხარით, რას წარმოიდგენთ ხოლმე, როდესაც გესმით სიტყვა ბუნება? ბუნებაზე ტყეს. ტყე გახსენდება, კიდე? მდინარეები, ტბები, ზღვები. ოკეანეებიც, ალბათ მთები, ხო? კიდე რა არის? მწერები, ფრინველები, ცხოველები. ჩემი საყვარელი გველები. შენი საყვარელი გველებიც, რა თქმა უნდა და აი ამ ყველაფერს დათუნა საყვარელ გველებთან ერთად ქვია ბიომრავალფეროვნება. და სწორედ აი ამ ბიომრავალფეროვნების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სიცოცხლე დედამიწაზე. მოდი ახლა უფრო ზუსტად ავხსნათ, რას ნიშნავს ეს ტერმინი ბიომრავალფეროვნება. ბიო ნიშნავს სიცოცხლეს. შესაბამისად, ბიომრავალფეროვნება არის სიცოცხლის ფორმების მრავალსახეობა დედამიწაზე. ახლა ჩვენ შევეცდებით უფრო თვალსაჩინოდ დაგანახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნება ადამიანისთვის და რას მივიღებთ თუ მის მთლიანობას შევინარჩუნებთ და გაუფრთხილდებით. კი ბატონო. ასე რომ ეხლა ჩვენ გადავინაცვლოთ ჩვენს დაფასთან და ავიღოთ ბიომრავალფეროვნების ერთი ნაწილი დედამიწაზე არსებული ეკოსისტემები. და მე აქვე აგიხსნით, რას ნიშნავს ეკოსისტემა. ეკოსისტემა ეს არის ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც ინაწილებენ ერთსა და იმავე საბინადრო გარემოს. და თქვენ აი ფოტოზე ხედავთ სამ ეკოსისტემას, ეს არის მდინარე, ტყეები და უდაბნო. ამის გარდა არსებობს კიდე მრავალნაირი ეკოსისტემები, ჭაობის მაგალითად და ასე შემდეგ. ხო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძალიან პატარა ტერიტორია უკავია, ძალიან ბევრი ეკოსისტემა გვხვდება. ეს არის მაგალითად სუბტროპიკული ტყეები, ნახევარუდაბნოები, კიდევ სხვა მუდმივი თოვლით დაფარული მწვერვალები, ველები. აი მეორე ნაწილი არის დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების გენები. და ეს არის მესამე ნაწილი, ანუ დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების სახეობები. რა გამოვიდა? ანუ გამოვიდა, ეს არის სახლი, ჩვენი დედამიწა, სადაც ვიცხოვრობთ ძალიან კარგად და მშვიდად, თუ ბუნების კანონებს დავიცავთ. და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რას ნიშნავს ბიომრავალფეროვნება, რომ კარგად დავიმახსოვროთ. ესე იგი, ბიომრავალფეროვნება ეს არის დედამიწაზე არსებული ეკოსისტემების, გენების და სახეობების მრავალფეროვნება. მე მგონი შევეცადეთ, რომ ნორმალურად აგვეხსნა და არ ვიცი რამდენად გამოგვიყვება. მოდი ახლა ნახოთ ვიდეო და სტუმართან განაგრძოთ ბიომრავალფეროვნებას საუბარი. ბიომრავალფეროვნება ნიშნავს დედამიწაზე სახეობების მრავალფეროვნებას, რომელიც მოიცავს ყველა სახეობის მცენარეს, ცხოველს, სოკოს თუ მიკროორგანიზმებს, ასევე ყველა სახის ეკოსისტემას, ზღვებსა და ოკეანეებს, ტბებს, მდინარეებს, ტყეებს, სტეპებსა და ველებს, მაღალმთებს, უდაბნოებს და ასე შემდეგ. ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მცენარეთა და ცხოველთა ყველა სახეობა გარკვეულ ფუნქციას ასრულებს ბუნებაში. მათი ერთობლიობა კი სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელ გარემოს ქმნის. ყველა ცხოველი, მცენარე თუ ბაქტერია იმ სისტემის ნაწილია, რომელსაც კვებითი ჯაჭვი ჰქვია. ყოველი კვებითი ჯაჭვის ზედარგოლი რომელიღაც დიდ მტაცებელს უკავია. ეს მტაცებლები ქვედარგოლში გაერთიანებული ცხოველებით იკვებებიან. ისინი მომდევნო რგოლის ცხოველებით და ასე გრძელდება უსასრულოდ. ადამიანების საქმიანობამ სახეობები და ეკოსისტემები საფრთხის წინაშე დააყენა. სახეობათა გადაშენება ახლა უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ეს ბუნებრივად მოხდებოდა. არის შემთხვევები, როდესაც სახეობა მანამდე გადაშენდა, სანამ ადამიანი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობას გაიგებდა. მაგალითად, ფრინველი დოდო, ერთ-ერთი პერსონაჟი ლუის კეროლის ნაწარმოებიდან ალისა საოცრებათა ქვეყანაში. დოდო ოდესღაც ნამდვილად ბინადრობდა ინდოეთის ოკეანეში მდებარე მავრიკიის კუნძულებზე. დოდოს კუნძულზე ბუნებრივი მტერი არ ხალდა, ამიტომ მან ფრენა არ იცოდა. მოგვიანებით კუნძულს ევროპელები მიადგნენ და პორტად გადააქციეს. მეზღვაურებისთვის კარგი ნადავლი იყო დიდი ფრინველი, რომელსაც ფრენა არ შეეძლო. სწორედ ეს იყო დოდოს გადაშენების ერთ-ერთი მიზეზი. ასევე ევროპელებს შემოხდნენ ცხოველები, რომლებიც დოდოს კვერცხებს და წიწილებს ანადგურებდნენ. ტყის გაჩეხვის გამო მას საბინადრო გარემო მოესწრო და საბოლოო ჯამში მისი რაოდენობა შემცირდა. 1691 წელს კი ბოლო ინდივიდი მოკლეს. ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია იმით, რომ ამ პატარა ტერიტორიაზე მდებარეობს თითქმის ყველა სახის ლანდშაფტი. ტყეები, მტკნარი წყლები და ჭაობები, ზღვა და სანაპირო, მაღალი მთები, ნახევარუდაბნოები და სტეპები. საქართველოს ფლორა ერთ-ერთი უმდიდრესია ზომიერი კლიმატის ქვეყნებში. ჩვენი ქვეყნის ფლორის მცენარეებს შორის 900-მდე სახეობა კავკასიისა და საქართველოს ენდემია.
საქართველოში აღწერილია ფაუნის 16054 სახეობა. მათგან 758 სახეობა მიეკუთვნება ხერხემლიანებს. თევზები, ამფიბიები, რეპტილიები, ფრინველები, ძუძუმწოვრები. ცხოველებიდან საქართველოს ენდემია აჭარული ხვლიკი, ხოლო კავკასიის ენდემებია დასავლეთ კავკასიური და აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვები, კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი. ბიომრავალფეროვნების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს ბრაკონიერობა და უკანონოდ ვაჭრობა. ადამიანები უძველესი დროიდან ნადირობდნენ ცხოველებზე, რის მიზანით საზრდოს მოპოვება, ვაჭრობა და გართობა იყო. თუ კი ადრე თავის გადარჩენის მიზნით ნადირობდნენ, თანამედროვე ეპოქაში მას სხვა დატვირთვა მიეცა. მომრავლდა ბრაკონიერთა რიცხვი, რომლებიც ცხოველებზე რქის, ბეწვის და ტყავის გამო ნადირობდნენ. გაეროს ინიციატივით ყოველი წლის 22 მაისს ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1994 წელს საქართველოს შეუერთდა კონვენციას ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ და ამით აიღო საერთაშორისო ვალდებულება დაიცვას ქვეყნის მდიდარი მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო. აი ეს დოკუმენტია, რომელიც შეიმუშავა საქართველომ და 2014 წელს დამტკიცდა მაისის თვეში. ეს დოკუმენტი, ეს არის 2014-2020 წლების საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა. ეს არის ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტი ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საქართველოსთვის. ანუ სტრატეგიული დოკუმენტი არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ძირითად მიმართულებებს, თუ რა გზით უნდა წავიდეს ქვეყანა, რომ არც ბიომრავალფეროვნება დაზიანდეს და საფრთხე არ შეექმნას და ადამიანებმაც მიიღონ სარგებელი, ანუ რესურსების მდგრადი მოხმარებაც მოხდეს. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას სტუმართან ერთად და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის დირექტორის მოადგილე ბატონი ნუგზარ ზაზანაშვილი. გამარჯობა ბატონო ნუგზარ. გამარჯობა. მადლობა რომ გამონახეთ დრო და დღეს ჩვენთან ერთად ხარ და ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე როგორც არის ბიომრავალფეროვნება. მე შევეცადე ჩემი ცოდნი და სიტყვებით გადაცემის დასაწყისში ამეხსნა თუ რას ნიშნავს ბიომრავალფეროვნება, მაგრამ თქვენგან როგორც ამ საქმის ექსპერტისგან უფრო საინტერესო იქნება მოვისმინოთ თუ რას ნიშნავს ბიომრავალფეროვნება. მართლაც და ახლა ერთი სიტყვი და ორი სიტყვი გადმოსაცემა ძნელია, მაგრამ მარტივად თუ ვიტყვით, ბიომრავალფეროვნება ეს არის სიცოცხლის მრავალფეროვნება დედამიწაზე. რაც კი ცოცხალია. დედამიწაზე, ასე ვთქვათ, ნიადაგში იქნება, ჰაერში იქნება, თვითონ დედამიწაზე, მიწაზე, ეს ყველაფერი ქმნის ბიომრავალფეროვნებას. ესე იგი არაფერი არ შეუშლია, ყველაფერი ზუსტად ჩამომიყალიბებია. ზუსტად ეს არის სიცოცხლის მრავალფეროვნება არსებითად ბიომრავალფეროვნება, მაგრამ ჩვეულებრივ როცა ამაზე ვლაპარაკობთ, ხოლმე სახეობებს წარმოიდგენენ ხალხი, ნუ სახეობა იცით რაც არის, ხო? სახეობა ვთქვათ, ნიამურის სხვა სახეობა, ჯიხვის სხვა სახეობა, ჯეირანის სხვა სახეობა, ვთქვათ ქართული მუხას სხვა სახეობა და ასე შემდეგ, ხო? ეს ვიცით რა არის სახეობრივი მრავალფეროვნება, მაგრამ ამით არ ამოიწურება ბიომრავალფეროვნება. ბიომრავალფეროვნებას აქვს ორი კიდევ ძალიან საინტერესო დონე. ეს არის ეგრეთ წოდებული ეკოსისტემური. ეკოსისტემური ისევ მარტივად რა ვთქვათ, რა არის ეს ეკოსისტემური მრავალფეროვნება, მაგალითად ტყეები, სხვადასხვა ტყე. ეს არის სხვადასხვა ეკოსისტემა. მაგალითად, ვინც ყოფილხართ ყაზბეგში ან ვთქვათ სამების იმისკენ გაგიuliათ რა ქვიან მონასტრისკენ გერგეთის სამების გაივლით არყნარ ტყეს იქ ხო არყია მაღამთის ტყე არის დაბალი ტყე მარტო არყი არის შიგნით მაგრამ დაბლა აგერ მშვენიერი მუხნარებია ხო კოლხეთში სხვანაირი ტყეებია ეს არის უკვე ასე ვთქვათ ეკოსისტემურ მრავალფეროვნებას რასაც ვეძახით და გარდა ამისა კიდე არის ერთი ძალიან საინტერესო დონე ეს არის გენეტიკური მრავალფეროვნება ანუ აი ეს ვარიაციები რაც არის აი ამ გენებში და ესეც რომ მარტივად გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ აი ძაღლი ავიღოთ ხო ძაღლი ვთქვათ ხო ძაღლი ფაქტობრივად ერთი სახეობაა ან ქვესახეობა სხვადასხვანაირად განსაზღვრავენ მეცნიერები მაგრამ სულ ერთი ვთქვათ სახეობაა ძაღლი მაგრამ ამ ძაღლის შიგნით რამდენი ჯიში არის ხო
დაწყებული ერთი ბეწო ჯიშებიდან და დამთავრებული ამ უზარმაზარი დობერმანები და რაღაცეებით, ხო? ესე იგი ყველა არის ერთი და იგივე. მაგრამ ზუსტად იმ გენეტიკური მრავალფეროვნებით არის გამოწვეული ამ ვარიაციებით ამ დონეზე, აი ეს ჯიშების მრავალფეროვნება. ხო, იგივე ვაზი ავიღოთ. ვაზი ყველა არის ერთი სახეობა, ხო, ვაზი. ორძეს. ყველა არის ერთი სახეობა, ეს ჩვენი ვაზი, ესე იგი ვიტის ვინიფერა, ესე ქვია, ვინიფერა, ღვინოსთან არის დაკავშირებული ასევე. ხო, მაგრამ რამდენი ჯიში არის მარტო საქართველოში ეს უძველესი 500 ჯიში იყო, ხო? ახლა ბევრი გადაშენდა ამ ისტორიულ პერიოდში, მაგრამ 300 ჯიში ხო დარჩენილია დაახლოებით 250-300 ჯიში. დღემდე დარჩენილია. აი ეს არის აი ეს გენეტიკური რომ ერთი სახეობის შიგნით ამ ვარიაციები ქმნის კიდევ აი ამ ჯიშთა მრავალფეროვნებას. გასაგებია, გენიც გავიგეთ კარგად რას ნიშნავს. ზოგადად რატომ არის მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება? რო ახსნათ უფრო კარგად. ჯანსაღი ბიომრავალფეროვნება გარშემო ნიშნავს, რომ შენ გაქვს ჯანსაღი გარემო. შენ გაქვს სტაბილური აი ეს ეკოსისტემებზე რო ლაპარაკობდით, ხო? სტაბილური რას ნიშნავს, რომ წყალდიდობებს, წყალმოვარდნებს, მეწყრებს, მარტივად რო ვთქვათ, ეროზიას ვიცრებთ თავიდან თუ გაქვს ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი ბიომრავალფეროვნება. ასევე სახეობებს რაც შეეხება კვები ჯაჭვში ძალიან დიდი როლი. აბსოლუტურად, ამასაც თავისი ეკოსისტემური მნიშვნელობა აქვს. ყველა სახეობას, ყველაზე უმნიშვნელო სახეობა რომ გვეჩვენება ჩვენ რაღაცა ისეთი, ის ასრულებს უზარმაზარ როლს თვითონ ამ სისტემაში, ამ სისტემურ დონეზე. აი ეს ჭიაყელა იქნება იქად პატარა თუ ღამურა იქნება თუ რაც არ უნდა იყოს, ის თავის ადგილზეა და თავის როლს ასრულებს. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. კვებითი ჯაჭვი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია ეკოსისტემაში და ეკოსისტემური მრავალფეროვნებისთვის. კვებითი ჯაჭვი რა არის? მარტივად რომ ვთქვათ, ესე იგი რა სჭამს. ხო? რა სჭამს იმაში? აი თხამ შეჭამა ვენახია, რომ ეს არის მარტივი ეკოსისტემის ჯაჭვი, ხო? თხამ პირველის ვენახი შეჭამა, თხა შეჭამა, მერე გელმა და ასე შემდეგ. აი თუ შეგიძლიათ რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე გვესაუბროთ. საქართველოს ბიომრავალფეროვნება გამორჩეულია დედამიწის ზურგზე და როგორც კავკასიის ნაწილი. კავკასიის ბიომრავალფეროვნება არის მსოფლიოში გამორჩეული. მსოფლიოში 34 ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული და იმავდროულად საფრთხის ქვეშ მყოფი ადგილია იდენტიფიცირებული მეცნიერებისა და დიდი კონსერვაციული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ანუ ეს არის ის ადგილები დედამიწაზე, სადაც არის გამორჩეული, განსაკუთრებული უმნიშვნელოვანესი ბიომრავალფეროვნება და იმავდროულად ამ ბიომრავალფეროვნებას საფრთხე ემუქრება. და ამ დროს აი რომ წარმოვიდგინოთ კავკასია 74-ში კიდევ რომელია ეს ამაზონი გაგეგიათ ხო ეს ჯუნგლები ეს მთელი ამაზონის სამხრეთ ამერიკის ეს არის მადაგასკარი ეს არის ესეთი ადგილები არის და მათ შორის არის კავკასია. რატომ მოხდა ესა? იმიტომ რომ აქ ჩვენ ვართ ძალიან საინტერესო ადგილზე. კავკასია და საქართველოს კავკასიის ცენტრია ხო გულია ასე ვთქვათ. ეს არის გზაჯვარედინი აზიურ და ევროპულ, ესე იგი ცენტრალურ აზიის და ევროპულ სახეობებს შორის. მიგრაციის დროს ეს დიდი ბუნებრივი დერეფანია. ჩრდილოეთ და სამხრეთ შორის. მაგ არის ოლქების აქ შემოდის აფრიკული ელემენტებიც კი შემოდის ცოტა, მაგრამ შემოდის აქ. აქ არის ანატოლიური ასე თურქული ელემენტები, ირანული ელემენტები, ევროპული თავისთავად, ხმელთაშუაზღვიური. ეს ყველაფერი და ამავე დროს ადგილობრივი, რომელიც მარტო კავკასიურია. აი მაგალითად კოლხეთი გაგეგიათ თქვენ, ხო? კოლხეთი. მაგრამ ეს კოლხეთი არის უნიკალური ადგილი დედამიწის ზურგზე. დასავლეთ ევრაზიაში ეს არის უმნიშვნელოვანესი ეგრეთ წოდებული თავშესაფარი უძველესი სახეობების. რა მოხდა? კოლხეთი, აი ესეთი როგორც იყო ბუნება, დაახლოებით იგივენაირი ბუნება იყო მილიონობით წლების წინ. ყოველ შემთხვევაში 2-3 მილიონი წლის წინ. არ შეცვლილა. იმის გამო რომ ეს სამკუთხედი ამ კოლხეთში ხო კავკასიონის დასავლეთი, მცირე კავკასიონის და ლიხის ქედი, აი რომ გვირაბში რომ გავდივართ ხოლმე ზღვისკენ რომ მივდივართ, ხო? ის არის ის ლიხის თუ სურამის ქედი, ხო? ეს კრავს აი ამ სამკუთხედს და ქმნის განსაკუთრებულ კლიმატურ და ბუნებრივ პირობებს აი ამ სამკუთხედის შიგნით, რაც არის კოლხეთი.
და ესეთი იყო ეს აი 2-3 მილიონი წლის წინ და აქ გამყინვარების პერიოდები იყო ხო მეოთხე ესე იგი ბოლო გეოლოგიურ ეპოქებში და ამას არ შეხებია ეს როდესაც ყინულით იყო დაფარული როსტოვამდე მოდიოდა ხო რუსეთი ყინულით იყო დაფარული ევროპის უდიდესი ნაწილი გერმანია პოლონეთი ყველაფერი ყინულით იყო დაფარული ხო და ეს თავშესაფარი არსებობდა აქ მოხდა მიგრაცია და მე დაიწყო თვითონ სახეობების წარმოშობის პროცესი ამიტომ ეს არის უნიკალური ადგილი სადაც უამრავი უძველესი დროიდან შემორჩენილი მცენარე მათ შორის ხემცენარეები და ამავე დროს ადგილობრივი ენდემური აქვე წარმოშობილი რომელიც დედამიწის ზოგზე სხვაგან არცდა რა ხდება აი ესეთი ადგილი აბსოლუტური განძი ახლა მუშაობა მიდის იმისათვის რომ იუნესკოს აქვს მოგეხსენებათ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ორი ისა გვაქვს ხომ ორი კი არა სამი ხო ეს არის მცხეთა შეტანილი ამ იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში ოღონდ კულტურული მემკვიდრეობის სიაში ეს არის ისა რა ქვიან სვანეთი ზემო სვანეთი და ბაგრატი და გელათი რომელსაც ცოტა პრობლემები აქვს ამ ბოლო დროს მაგრამ ჯერ კიდევ სიაშია ხო მაგრამ იუნესკოს აქვს ეგეთივე ბუნებრივი მემკვიდრეობის სია და ახლა მიდის მუშაობა იმაზე რომ ზუსტად კოლხეთის ტყეები განსაკუთრებით გეკუთვნის კი რა ვთქვა. ისე რატომ მცირდება ბიომრავალფეროვნება ზოგადად? ხო, აი ეს კითხვა მქონდა მეც, რა არის ამის მთავარი მიზეზი? საქმე ისაა, რომ ძირითადად მოხმარების დონის მატებას გამოარი. მოსახლეობის რაოდენობა მატულობს დედამიწის ზურგზე, საქართველოში სამწუხაროდ ახლა ბოლო მონაცემებით კრებულობს, მაგრამ ზოგადად ტემპი მატების ძალიან დიდია, შესაბამისად მოხმარება იზრდება, ვითარდება ეს განვითარებადი ქვეყნები განსაკუთრებით ბევრს მოიხმარენ სხვადასხვა საშუალებებს, მათ შორის ენერგეტიკულ საშუალებებს და ამ ყველაფერს უკან დგას ეს ბიომრავალფეროვნება. ანუ ეს ყველაფერი დაწოდა საბოლოო ჯამში მიდის ადამიანის საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ადამიანის საქმიანობასთან, რა თქმა უნდა, სამრეწველო საქმიანობასთან უპირველეს ყოვლისა. ეს ყველაფერი ჩვენთანაც თვალნათელია ეს. ბოლო წლების განვითარებები რო ავიღოთ. ეს დიდი განვითარების პროექტები, იქნება ეს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, იქნება ეს გზების დიდი გზების მშენებლობა, იქნება ეს პორტების გაფართოება. ანუ აი აქ არის ზუსტად ბალანსი დასაჭერი, რომ განვითარებაც გჭირდება და ბუნებაც გჭირდება და მაგას ქვია მდგრადი განვითარება, როდესაც ეს ერთმანეთთან ბალანსებულია, რომ შენ ბუნების ხარჯზე არ აკეთებ, იმიტომ რომ ის ბუნების ხარჯზე თუ აკეთებ, ის მე გიბრუნდება ისე უკან, ისევ შენი გადასახდელია ის. ბატონო ნუგზარ, ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა, გამოკითხეთ თბილისელები თუ რა იციან ბიომრავალფეროვნების შესახებ, ეხლა ვნახოთ ვიდეო ამის შესახებ და შემდეგ გავაგზავნებთ საუბარს. ეხლა მე გამოვედი თბილისის ქუჩებში, რომ გავიგო რა იციან თბილისელებმა ბიომრავალფეროვნების შესახებ და ნახოთ აბა რა მდგომარეობა ამ კუთხით თბილისში. რას ნიშნავს ბიომრავალფეროვნება? თავი. გარემოში ანუ ცხოველთა და სწორად მიდიხარ? ხო, მრავალფეროვნებას ანუ რა. რაღაც ბუნებასთან კავშირში აშკარად. ბუნების მრავალფეროვნება. ბუნების დამამთავრება და მცენარეების სწორია. სიმწვანე ალბათ მცენარეების, ალბათ სხვადასხვა ბიოლოგიური არსებების განვითარების ხელშეწყობას და ამ მათი განვითარებისთვის და მათი ასე ვთქვათ, სიცოცხლის უნარიანობისთვის სასურველი კლიმატის და გარემოს შექმნას. ალბათ მეტი ბუნებრივი პროდუქტი, არ ვიცი. ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას, ცხოველებისა და მცენარეების მრავალფეროვნებას. ბუნებას ეხება ალბათ. რა თქმა უნდა, სწორად მიდიხართ? რა ვიცი, ალბათ გამწვანებას, რა ვიცი. გამწვანებას არ ნიშნავს. ალბათ ფაუნა და ფლორას მრავალფეროვნება. ხო, ბიო ნიშნავს სიცოცხლეს. ანუ გამოვიდა რა? სიცოცხლის მრავალფეროვნება. ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნება. ჩემთვის სიმწვანესთან ასოცირდება. ალბათ ყველაფერი ბიოლოგიურად სუფთა, მრავალსახეობა. არ ვიცი. არ შენაცი? ჩემი აზრით ნიშნავს ბევრ მცენარეებს და ბევრ ზოგადად მწვანე გარემოს. რას ნიშნავს ბიომრავალფეროვნება? სიცოცხლის მრავალფეროვნებას. ბიომრავალფეროვნება ალბათ ბუნებაში ცხოველების და მცენარეების მრავალფეროვნებას ან ინდივიდების მრავალფეროვნებას. მართალი ხარ. შენ ისეთი მაგარი ბიჭი ხარ, მე მგონი ეკოვიზიასაც უყურებ, ხო? კი, დიდი ესე.
კარგი იქნებოდა უფრო მეტ ადამიანს რომ სოდნოდა ბიომრავალფეროვნების შესახებ, მაგრამ არა უშავს. არც ესეთი ცუდი მდგომარეობა ამ კუთხით. მე ის გადამჩენია რომ გირჩიოთ ყველას, უყურეთ ეკოვიზიას და უფრო მეტი გეცოდინებათ გარემოს შესახებ. ნახეთ ვიდეო და როგორც ჩანს არც ისე ცუდად ყოფილა ამ ხრივ საქმე, ნაწილმა ნამდვილად იცის თუ რას ნიშნავს ბიომრავალფეროვნება და ეს პრინციპში კარგია, რა ნელ-ნელა ალბათ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გაიგებს. ბატონო გზარ, კონვენციის შესახებ მინდა გითხოთ, როგორც ვიცით, საქართველოს შეუერთდა ბიომრავალფეროვნების კონვენციას და უფრო ზუსტად რომ აგვიხსნათ, რას გულისხმობს ეს კონვენცია და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენი ქვეყნისთვის. ბიომრავალფეროვნების კონვენცია ეს არის, ასე ვთქვათ, მთავარი საერთაშორისო დოკუმენტი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო შეთანხმება ბიომრავალფეროვნების ეს ყოველთვის სასაფუძვლო კონვენცია ესეთი, რომელსაც 200 ქვეყანა არის მიერთებული, თითქმის ყველა ქვეყანა არის მიერთებული დედამიწის ზურგზე და ეს კონვენცია აყალიბებს მიზნებს, თუ რას უნდა მიაღწიოს ქვეყნებმა. სამოქმედო გეგმას და სტრატეგიული გეგმაც არის და სპეციალური მიზნებიც არის. არსებობდა მიზნები 2010, რომელიც ვერ შესრულდა და სამწუხაროდ აი ესე ეს ჩვენ ქვეყანაში თუ ზოგადად სოფლიოში. სოფლიოში მიდის სახეობების კარგვა ძალიან სწრაფი ტემპით. ესე იგი 2010 წლის მიზანი კონვენციის იყო რომ შევაჩეროთ სახეობების კარგვა. გაუმჯობესებაზე არ იყო ლაპარაკი. შევაჩეროთ სახეობების კარგვა, მაგრამ ამ მიზანსაც ვერ მიაღწია 2010 წელს. ეხლა არის ეგეთ წოდებული აიჩი არის ეს ქალაქია იაპონიაში მიიღეს, მაშინ იყო იქ შეხვედრა 2020 წლისათვის. მიზნები რომელსაც ჩვენც ვეხმიანებით, ხო? ჩვენც ვეხმიანებით ამ მიზნებს და ამის შესაბამისად, ამ კონვენციის შესაბამისად იქმნება ეროვნული დოკუმენტი. აი როგორ უნდა შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება, თქვათ, საქართველოში. აი ეს რაც წერია იქ რომ შესრულდეს, შევინარჩუნებთ ყოველ შემთხვევაში გავაუმჯობესებთ ცოტათი მდგომარეობას. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აი ჩვენი წვლილი შევიტანოთ? აი ესეთი გადაცემები უნდა გავაკეთოთ და მე აი რახან ტელევიზიაში ვარ და ტელევიზიაზე ვლაპარაკობ, ტელევიზიას აქვს უზარმაზარი როლი. ტელევიზია, ასე ვთქვათ, მედიის სხვა ელექტრონული მედია, ასე და ასე შემდეგ. ეს არის რომელმაც შეიძლება შეცვალოს რადიკალურად სურათი. მე მეცაც ვიტყვი არა მარტო ბიომრავალფერობის დაცვა, აი გინდათ აი ესეთი ასე ვთქვათ, ყმადაღებული პრობლემა როგორიც არის სისუფთავე, ხო? გარემოს დასუფთავება. შვედეთში 30-40 წელიწადი ტელევიზიაში მიდიოდა რეგულარული კამპანია იმისათვის, რომ შვედეთი გაწმენდილიყო. თუმცა ეს იყო დამთავრდა 30-40 წლის წინ. ასე ნინი, მე მგონი ჩვენი ეკოვიზია 40 წელი იარსებებს კიდე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნუგზარ ჩვენთან მობრძანებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დღევანდელი გადაცემით სასარგებლო ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს მაყურებელს, იქნებ ამის მერე მაინც ცოტათი კიდევ შეიცვალოს ცნობიერება ჩვენი გარემოს დაცვითი მიმართულებით და რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ, რომ ესე იქნება. უნდა იყოს. წარმატებებს გისურვებთ. თქვენ კი ნახეთ ტრადიციულად ეკო ამბები და წინ გველოდება რა? ვიქტორინა. ეკო ვიქტორინა. დედამიწაზე სეზონურად უამრავი ცხოველი მიგრირებს. მათ შორის არიან ულვაშიანი ლანგუსტები. მეცნიერები შეეცადნენ გაეგოთ ლანგუსტების მიგრაციის თავისებურებები და ამისთვის სხეულზე მცირე ზომის გადამცემები დაუმაგრეს. დაკვირვება მაჩვენა, რომ ისინი მიგრაციის დროს ერთ გრძელ, მოწესრიგებულ მწკრივს ქმნიან და ისე გადაადგილდებიან. ლანგუსტები ერთმანეთს თავზე არსებული ეგრეთ წოდებული ანტენებით ეხებიან და ამ გზით ინფორმაციას გადასცემენ. მეცნიერების აზრით, დედამიწის მაგნიტური ველის გამოყენებით ლანგუსტებს მათთვის უცნობ გარემოშიც შეუძლიათ გაიგულიონ გზა. ეს კადრები გულგრილს არავის დაგტოვებთ. ლომი სახელად უილი 13 წლის განმავლობაში ცირკში, ტყვეობაში ცხოვრობდა, სადაც სასტიკი მოპყრობის და დამცირების მსხვერპლი გახდა. ბრაზილიურ ცირკში გატარებული 13 წლის შემდეგ მან პირველად ნახა ბუნება, ბალახი, მიწა და მისი რეაქციაც შესაბამისია. ვიდეოზე აღბეჭდილია მისი პირველი ნაბიჯები ბუნებაში. ცხოველი იმდენად ბედნიერია, რომ იფიქრებთ ტყვეობაში არასოდეს უცხოვრიაო. ის წლების განმავლობაში ძალიან პატარა გალიაში ცხოვრობდა. გალია იმდენად პატარა იყო, რომ მას მხოლოდ დგომა ან წოლა შეეძლო. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის წყალობით უილის 13 წლიანი ტყვეობა დასრულებულია.
დრო-დროზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანის ზრუნავს. მათ შორის არიან ჰოლივუდის ვარსკვლავებიც. ოსკაროსანი მსახიობი და მომღერალი ჯარედ ლეტო ბუნების მსოფლიო ფონდის საპატიო ელჩია და თავის ვარსკვლავურ სტატუსს ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებს. ჯარედი ბევრს მოგზაურობს აფრიკაში და ამბობს, რომ ამ კონტინენტზე მობინადრე ცხოველები საგანგაშო მდგომარეობაში არიან. რადგან ბრაკონიერები თითქმის ყოველდღე ხოცავენ სპილოებსა და მარტორქებს. მსახიობის აზრით, თუ კი მსოფლიო ბრაკონიერობის წინააღმდეგ უფრო აქტიურად არ იბრძოლებს, სულ მალე ველურ ბუნებაში ეს სახეობები გაქრება. ვიწყებთ ეკო ვიქტორინას და დღევანდელ ვიქტორინაში ერთმანეთს ეჯიბრებიან 219 და 34 საჯარო სკოლები. აპლოდისმენტებით გამღიარებით. აი ესე მუსიკალური გაფორმებას გავაკეთე და მოდი გავიცნოთ გუნდის კაპიტნები. აბა გისმენთ. გამარჯობა, ჩვენი სახელია ცუნამი. გუნდს ეკნება ცუნამი? რატო უნდა წაგვლებოთ? ვაპირებთ. აუ ნახოთ, სახელი შე რა ქვია? გიორგი, მარიამი, მაგდა, მარიამი და გვანცა. აჰა, გასაგებია გიორგი. და მოდი გაგვეცანი თქვენ. გამარჯობა, ჩვენს გუნდს ქვია სკაუტები. მე გუნდის კაპიტანი მარიამი, ჩემი მეგობრები ემილია, ნოდარი, ლექსო და თეონა. გასაგებ, სკაუტები რატო ქვია? სკაუტები არის მოზარდ ბავშვთა ჯგუფი, რომელიც ექსტრემალურ პირობებში ეუფლებიან თვითგადარჩენის უნარჩვევებს. აჰა, და რამდენად არის ეს თქვენში ეს თვითგადარჩენის უნარჩვევები? ჩვენ გვიყვარს ასეთ სიტუაციებში ექსკურსიებზე და ლაშქრობებზე სიარული. აი, სად ხართ ნამყოფი მაგალითად? ძირითადად საქართველოს ფარგლებში ჯერჯერობით. აჰა. თუ გაიმარჯვებთ ეკო ბანაკშიც იქნებ რაღაც ექსტრემალური სიტუაცია გამოვნახოთ, ხო? ორივე გუნდს გისურვებ წარმატებებს, აბა თქვენიცით, მაგრამ ახლა ჯერ უნდა ავხსნათ ტრადიციულად წესები, ხო? მოკლედ, ჩვენი ვიქტორინა უკვე ყველა მიცის, სულ 3 ტურისგან შედგება და თითოეულ ტურში სხვადასხვა სახის და სირთულის დავალებები გელით. პირველ ტურში არის სულ 5 შეკითხვა და კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. მეორე ტურში რა ხდება დათუნა? მეორე ტურში სულ 2 კითხვაა და თითო სწორ პასუხში 2 ქულას იღებთ. ხოლო მესამე ტურში არის მხოლოდ 1 შეკითხვა და ეს შეკითხვა ფასდება 9 ქულით. ამიტომ ვიქტორინის ბოლომდე ორივე გუნდს აქვს ანგარიშის გათანაბრების ან მოგების შანსი. რისი დროა? პირველი ტური. ვიწყებთ პირველ ტურს, შეგახსენებთ პირველი ტურის წესებს, როგორც უკვე თქვი, 5 კითხვაა ამ ტურში. ოღონდ აქ ერთი პრობლემაა. კითხვებზე პასუხი ეტაპობრივად რთულდება, რადგან იმატებს სავარაუდო პასუხების რაოდენობა. მოსაფიქრებლად გაქვთ 30 წამი და იმარჯვებს ის, ვინც იქნება პირველი. გასაგებია, მე მგონი, კითხვები ხო არ გაქვთ? აჰა. ასე რომ მოვემზადეთ და პირველი შეკითხვა ეკრანზე. რა არის სათბურის აირი? სითბოს შემაკავებელი აირი თუ აირი, რომელსაც სათბურში მცენარეების გასაზრდელად იყენებენ? წამწომი ჩაირთო. და არის პასუხი და უპასუხებს მარიამის გუნდი. მარიამ. ჩვენი პასუხია აირი, რომელსაც სათბურში მცენარეების გასაზრდელად იყენებენ. დარწმუნებული ხარ? არ არის ეს სწორი პასუხი. მოსაფიქრებლად დროს გაქვთ, მაგრამ რაღაც გინათ ეს დრო, რა არის სწორი პასუხი? სითბოს მომაკავებელი აირი. ვერ გავიგე, ხმალ სითბოს შემაკავებელი აირი. გაიხსნა ანგარიში 1-0 ცუნამის სასარგებლოდ. ეს სათბურის აირები დედამიწაზე მოხვედრილ სითბოს აკავებენ. შესაბამისად, ეს რომ არ არსებობდეს სათბურის აირები, გავიყინებოდეთ. ასე იქნებოდა და დედამიწის ზედაპირი დაიფარებოდა ყინულით. ასევე არსებობს ბუნებრივი სათბურის აირები, მაგალითად ნახშირორჟანგი. მაგრამ როდესაც ადამიანებმა უკვე დაიწყეს ნავთობის, ქვანახშირის და გაზის გამოყენება, ამ ბუნებრივ სათბურის აირებს ხელოვნურად გამოფრქვეული ნახშირორჟანგიც დაემატა და ეს უკვე კლიმატის ცვლილებას იწვევს. სხვათა შორის, ბავშვებო, წყლის ორთქლით სათბური აირია და იგი ატმოსფეროში ღრუბლების სახით გვხვდება. და ეს ღრუბლები დედამიწას საბანივით ეკვრის და სითბოს ინარჩუნებს. ეხლა გავიგეთ, რას ნიშნავს სათბური აირი. ხო აღარ დაგვავიწყდება? კარგი, მოკლედ ანგარიშია 1-0 და შემდეგი შეკითხვა ეკრანზე. რომელ ოკეანეში მდებარეობს ნაგვის უზარმაზარი გროვა, რომელსაც აღმოსავლეთ ნაგვის კუნძულს უწოდებენ? წყნარ ოკეანეში, ფალსტარტი. დაგავიწყდა გიო? არა უშავს, რას ვიზავთ? მე ამ კითხვას დავასრულებ და შემდეგ უფლება აქვს მარიამის გუნდს რო გვიპასუხოს. ესე იგი, კითხვა, რომელ ოკეანეში მდებარეობს ნაგვის უზარმაზარი გროვა, რომელსაც აღმოსავლეთ ნაგვის კუნძულს უწოდებენ? წყნარ ოკეანეში, ინდოეთის ოკეანეში თუ ატლანტის ოკეანეში? წამწომი, გინჩართე, გინერჩი. ჩვენი პასუხია ინდოეთის ოკეანეში. სწორი პასუხია წყნარ ოკეანე. სწორი პასუხი იყო წყნარი ოკეანე.
ესეც დავიმახსოვროთ სასწრაფოდ ახლა. მოკლედ, აი ამ კუნძულის მოცულობა ბოლო 40 წლის განმავლობაში 100 ჯერ გაიზარდა და საერთოდ ზღვებსა და ოკეანეებში გადაყრილი ნარჩენი არსად არ იკარგება, აი ესე გროვდება და უზარმაზარ ნაგვის კუნძულებს წარმოქმნის. ეს კუნძული აღმოაჩინა ჩარლზ მურმა 1997 წელს, როდესაც თავისი იახტით სახლში ბრუნდებოდა და ამ კუნძულის გასავლელად რამდენიმე დღე დასჭირდა. ეს რა შოქში ჩავარდებოდა სახლში რომ მიდიხარ და უცებ ნაგვის კუნძული რო ხდება. აქ არის ძირითადად პლასტმასის ნარჩენები თავმოყრილი. ნარჩენები ოკეანეში ათეულობით მეტრზეა ჩაძირული და წყლის ბინადრებს უქმნის ძალიან დიდ საფრთხეს, რადგან მათ გონიათ საჭმელი და შემდეგ რომ მიირთმევენ იღუპებიან. ეს არის ვეშაპები, დელფინები, დელფინების მაგალითზე გეტყვით ახლა. ძალიან ბევრი სხვა ორგანიზმი. მე ვიცი რომ საერთოდ დედა დელფინის რძე არის ძალიან ცხიმიანი. და ის როგორ ყვებობს ახლა თავის პატარა დელფინებს, ანუ ზღვაში ან ოკეანეში უშვებს ამ რძეს და ეს ხო ძალიან ზეთია, ცხიმიანია და შესაბამისად არიზირება და მე პატარა დელფინი მიდის და ამ რძეს ჭამს. და რა ხდება პრობლემა რაშია ნახე პოლიეთილენის პარკებს ოდესაც ყრიან ამ ზღვებში და ოკეანეებში ამ დელფინს გონია საკვები და მიდის ყლაპავს და ნუ რაც მოუვა წარმოგვიდგენია ყველას იღუპება ხო აი ეს პრობლემაა მოკლედ ეს კონძილები კიდევ რო არ გაიზარდოს საჭირო არის შევამციროთ გადავამუშავოთ და შესაბამისად უფრო ცოტა ნარჩენი მოხდება ზღვებსა და ოკეანეებში ასეა მოკლედ ანგარიში არ შეცვლილა ისევ 1-0-ია ეხლა მოვემზადოთ კარგად და შემდეგი კითხვის დროა. კითხვა ეკრანზე. ჩამოთვლილთაგან რომელი ქვეყანა იყენებს მზის ენერგიას ყველაზე წარმატებით? დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი თუ გერმანია? წამსომი ჩაერთო. მოითათაბირეთ და ისე მიპასუხეთ. ისე დააჭირეთ ღილაკს ხელი. არის პასუხი Tsunami, Georgis Ventava. ჩვენი აზრით ეს არის გერმანია. გერმანია, რა თქმა უნდა. აი, ეხლა ნამდვილად დაიმსახურეთ გულწრფელი აპლოდისმენტები. მზის ენერგიას გერმანიაში ძალიან კარგად იყენებენ, იმიტომ რომ მათ სახლების, ფაბრიკა-ქარხნების და კიდევ ადმინისტრაციული შენობების სახურავებზე დამონტაჟებული აქვთ მზის პანელები. ეს იჭერს სხივებს და შემდეგ უკვე მზის ენერგიას იყენებენ წყლის გასათბობად და ელექტროენერგიის მისაღებად კიდევ. კი ბატონო. სხვათა შორის აქამდე გერმანია ბირთვული ენერგიის წარმოებით იყო ცნობილი და ეხლა რამდენადაც ვიცი, ბირთვულ ელექტროსადგურებს ნელ-ნელა ხურავენ და გადადიან განახლებადი ენერგიის წყაროებზე, რასაც ძალიან კარგი. მაგრამ მართალია მზის ენერგია განახლებადი და ამ უწურადი ენერგია ასევე ის გარემოს არ აყენებს ზიანს. ასევე მე ვიცი რომ ჩვენ ქვეყანაში შეიძლება მზის ენერგიის გამოყენება, იმიტომ რომ საქართველო ხო მზიანი ქვეყანაა. დაახლოებით რამდენი დღეა და თუნდაც ქვეყანაში წელიწადში 250-280 დღე. აჰა. გავნათლდით? გავიმახსოვრეთ. მშვენიერია. ეხლა ანგარიში უნდა ვთქვათ, ანგარიშია 2-0 ცუნამის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ ჩემი საყვარელი აპლოდისმენტებით გავამხნევოთ და შემდეგი შეკითხვა. მოვემზადეთ კითხვა ეკრანზე. რომელ ფრინველს აქვს სხეულთან შედარებით ყველაზე დიდი ტვინი? კოლიბრი, გედი, თუთიყუში, სირაქლემა თუ ტრედი? წამზომი ჩაერთო. აბა ნახოთ. ეს მომწონს ღილაკს ეგრევე ხელს რო არაჭერთ და მსჯელობთ ერთმანეთში. მაგრამ თავარი სწორი პასუხი. სწორი პასუხი. აბა ნახოთ რა სიზავენ ბავშვები. 10 წამი დარჩა ბავშვებო. 8 არის პასუხი მარიამ. ეხლა მითხარი რა არის სწორი პასუხი? კოლიბრი. ბრავო. რა თქმა უნდა, სწორი პასუხია კოლიბრი. რა იცი ახლა ამ კოლიბრის შესახებ მითხარი? აი როგორია შეხედე? მის დავამატებ მე თუ ისმენთ? მე ვიცი კოლიბრის შესახებ, რომ ერთადერთი ფრინველია, რომელსაც შეუძლია უკუღმართად ფრენა. უკუღმართად ეს? აჰა, ესეთ და სხვა შორის ყველაზე პატარაა ზომით, დაახლოებით 6 სანტიმეტრია და 2 გრამსაც კი არ იწონის. ყოყოფია ფრინველი. ერთი ციცკნა, აი ფანქრის წვერზეც კი შეიძლება მოთავსდეს თავისუფლად. აჰა. მე დავამატებ, რომ ჰაერში ერთ ადგილზე შეუულია გაჩერდეს ეს სხვა შორის არსებობს კოლიბრის შედარებით დიდი სახეობაც, რომელიც დაახლოებით 2 რომელსაც დაახლოებით 2 კოლიბრის ხელა მარტო ნისკარტი აქვს. აი არ გადამრიო, მართლა. ყველა არ ეგ ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ ყველაზე მაგარი რა არის, ისიც რომ თურმე აი ამ ფრინველს
ერთი წუთის განმავლობაში 1200 ჯერ უცემს გული. რა ნერვიულებს, რა პრობლემებია გაზეთი არ ვიცი, მაგრამ ანგარიშია 2-1 ცუნამის სასარგებლოდ, სკაუტები ნელა ცოცხლებიან და ნახოთ რა იქნება. გველოდება კიდევ ერთი შეკითხვა პირველი ტურის. მოვემზადეთ და კითხვა ეკრანზე. ჩამოთვლილთაგან რომელ მდინარეს ახასიათებს ღვარცოფი? ტეხურას, ძამას, დურუჩს, ყვირილას, სუფსას თუ ჭოროხს? სამზომი ჩაირთო. რაღაც ყველაზე მეტად მოფიქრალი ბავშვები არიან. არის პასუხი გიოგისმენთ. ჩვენი აზრით ეს არის ძამა. ძამა არის. შესაბამისად დრო არის. მარიამ, შეგიძლია იფიქროთ და შემდეგ ვიპასუხოთ. ძამა. დრო მიდის. ძამი არა, ძამა უფრო ისეთი. 5 წამი. არის პასუხი? არ ვიცი სწორია თუ არა. ბატონო? ყვირილა. ყვირილა არ არის. სწორი პასუხი იყო დურუჯი. დავიმახსოვროთ ახლა ესეც. დიდი წვიმების დროს დურუჯი ღვარცოფით ემუქრება ყვარელს და ღვარცობის შემდეგ იგი აზიანებს ვენახებს, ანადგურებს ვენახებს და დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანს. კი, მართალია. სხვათა შორის დურუჯს ჩამოაქვს ნატანი მასალები, ბევრი, რომელიც გროვდება კალაპოტში. და სხვათა შორის დურუჯის კალაპოტი უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე თვითონ ყვარელი. აი, ხედავთ ჩვენ ახლა დურუჯის მიმდებარე ტერიტორიას და მე გეტყვით, რომ ღვარცოფმა ყვარელი პირველად მე-19 საუკუნეში დაანგრია, იგი მე რამოდენიმეჯერ კიდევ განმეორდა და თურმე აი დამცავი დამბა ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძის დროს აუშენებიათ, რომელიც ნუ რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში დაზიანდა. ამიტომ საჭიროა მდინარის კალაპოტის ხშირი გაწმენდა და რამდენადაც ვიცი და რასაც ხედავ ჩვენ ეს ქვიშა, ესე იგი დურუჯის კალაპოტში არსებული არის ძალიან პროდუქტიული, ძალიან ბევრ რამეში იყენებენ, მაგალითად კერამიკებს ამზადებენ, სხვადასხვა დღემდე მაქვს სახლში ეს დოკი. ძალიან კარგი და ესე იგი უნდა გაკეთდეს დამბა, გამაგრდეს აუცილებლად, რომ რაღაცნაირად ცოტათი მაინც შემცირდეს საფრთხე. ცუდია რომ ამ კითხვაზე პასუხი არ ვიცოდით, მაგრამ გვეცოდინება რომ ეს არის დურუჯი. მოკლედ ანგარიშია 2-1, წინ გველოდება კიდევ 2 ტური, გისურვებთ ორივე გუნდს წარმატებას და შევხვდებით მეორე ტურში. ვიწყებთ მეორე ტურს, შეგახსენებთ გუნდებს, დღევანდელ ვიქტორინაში ერთმანეთს ეჯიბრებიან გუნდების სკაუტები და ცუნამი. რა უნდა მოხდეს აქ? ხურვალე, ცოტა ხურვალე გავიღვიძოთ რა, აი ესე. კარგი, ანგარიშია 2-1. ლიდერობს გუნდი ცუნამი. ეხლა აგიხსნით მეორე ტურის წესებს. მოკლედ, მეორე ტურის პირველ შეკითხვას ქვია იპოვნე რუკაზე. მონიტორზე თქვენ ნახავთ ფოტოს და მოისმენთ მოკლე ინფორმაციას აი ამ გამოსაცნობი ადგილის შესახებ. თქვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მოძებნოთ რუკაზე ეს ადგილი. გასაგებია? ამ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით, მოსაფიქრებლად 30 წამი გაქვთ. ყურადღებას ვიკრებთ და ფოტო ეკრანზე. ეს კუნძული 1535 წელს აღმოაჩინეს. ის ცნობილია გიგანტური რეპტილიებით და სწორედ აი ამ ადგილს მიუძღვნა ჩარლზ დარვინმა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომი სახეობათა წარმოშობა. იპოვნეთ რუკაზე ეს ადგილი. წამზომი ჩაირთო. არა, ისე დაიწყე ზებნა აშკარად იციან. ინი რა. იმედი გვაქვს. ნახოთ, აბა ნახოთ. სუნამ მაგვითხრა რომ წაკლეკავთო დღესო და რაღაცა აბა. ხო. 10 წამი დარჩა. 9 8 7 6 5 4 3 2 1 დრო ამოიწურა სამწუხაროდ ვერცერთმა გუნდმა ვერ უპასუხა. ვარიანტები მიუხედავად ამისა იცოდნენ პასუხი, მაგრამ გააჟღერეთ ხო? გალაპაგოსის კუნძული. ხო, გალაპაგოსის ვერ მოაწყვეს რუკაზე პოვნა. თქვენ იცოდით? ჩვენ. თქვენ არ იცოდით. აი გულწრფელობა რა კარგია, რომ პირდაპირ ამბობ არ ვიცოდი. მაგრამ რუკაზე ვერ იპოვეთ, ამიტომ კარგად შეისწავლეთ გეოგრაფია და უკვე ადვილად მოძებნით. არავის შავს.
გალაპაგოსის კუნძულებზე გეტყვით ორ სიტყვას ბავშვებო, რომ ეს კუნძულები მდებარეობს წყნარ ოკეანეში, ეკვადორთან და ის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადგილია. შეიძლება ასე ითქვას, რომ ცოცხალი მუზეუმია, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო და იშვიათი ცხოველი ბინადრობს. კი, მაგრამ ყველაზე მეტად ეს კუნძული მაინც იმით არის ცნობილი, რომ აქ შეხვდებით ძალიან დიდი რაოდენობით გიგანტურ კუებს. და ეს გალაპაგოს თვითონ ეს სახელი კუნძულის ამ რეპტილიას უკავშირდება, რადგან გალაპაგოსი ნიშნავს კუების კუნძულს. გალაპაგოსის კუნძულებზე ბინადრობს ზღვის იგუანა, რომელიც არის ერთადერთი არსება, რომელსაც შეუძლია რამოდენიმე წუთით გულის ცემის შეჩერება. მოკლედ აქ იმდენი ღირსშესანიშნაობაა, რომ სულაც არ არის გასაკვირი, რატომ გამოაცხადა ეკვადორის მთავრობამ გალაპაგოსის კუნძულები ეროვნულ პარკად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პარკი იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლია. ყველა მხრივ მნიშვნელოვანია მოკლედ ეს პარკი. მოკლედ ანგარიში არც ეცვლილა, 2-1-ია ისევ და ეხლა გველოდება მეორე ტურის მეორე შეკითხვა, რომელსაც ქვია მოусმინე ბუნებას და მიაგვიხსნის წესებს. შეკითხვას ქვია, როგორც უკვე გიორგი მახსენა, მოусმინეთ ბუნებას. ეკრანზე ნახავთ რამოდენიმე ფრინველის ფოტოს, შემდეგ მოისმენთ ხმას და თქვენ უნდა დააკავშიროთ, რომელ ფრინველს ეკუთვნის ეს ხმა. სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით და მოსაფიქრებლად გაქვთ ისევ 30 წამი. გავიგეთ? ასე რომ ფოტო ეკრანზე და მოусმინოთ ხმა სტუდიაში. რომელ ფრინველს ეკუთვნის ეს ხმა? ბულბულს, გულწითელას, კოლუმბურს თუ მოვაღურს. სამზომი ჩაი. არის პასუხი გიორგის მე. ჩვენი აზრით ეს არის ბულბული. არ არის ბულბული. არ არის ბულბული და დრო არის იფიქრეთ ხმა გავიმეოროთ. გამოწვევი და კარგად დავისვენ. ნიერი ხმა. 10 წამი დარჩა და არის პასუხი. ეს არის გულწითელა. გულწითელა. ბრავო. გულწითელა. როგორ გამოიცანე? ვარაუდს გაყევი თუ გეცნო ახლა ეს ხმა გულწრფელად მითხარი. უფრო გვეცნო ბუსმენტის. გეცნო. ანგარიშია 3-2 დაწინაურდა გუნდის სკაუტები, აპლოდისმენტები. იმსახურებენ და წინ გველოდება მესამე ტური, რომელიც იქნება გადამწყვეტი ორივე გუნდისთვის. ვიწყებთ მესამე და გადამწყვეტ ტურს. წესებს შეგახსენებთ, მოკლედ ამ კითხვაზე პასუხი ფასდება 9 ქულით, მოსაფიქრებლად ისევ 30 წამი გაქვთ და რა თქმა უნდა იმარჯვებს ის, ვინც პირველი გასცემს სწორ პასუხს. ოღონდ არ უნდა იყოს ფალსტარტი. ფალსტარტი არ უნდა იყოს, აბა რა. ყურადღებით, კითხვა ეკრანზე. ინდოეთის ოკეანეში კუნძულოვანი სახელმწიფოს დედაქალაქი, შტატი ავსტრალიაში და ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში. რა არის ეს? წამზომი ჩაირთო. რაღაც გადამწყვეტი შეკითხვა. ვინ გაიზრდებს? ბავშვებო, დროც გაითვალისწინეთ. 5 4 არის პასუხი გიო. აბა შენიცი ახლა. ჩვენი აზრით ეს არის ვენერა. არ არის. ვენერა და შატო უბრალოდ. კი, მართალია 3 წამი დარჩენილი იყო. აბა გითხარით რა არის სწორი პასუხი? კოლუმბია. არც კოლუმბია არ არის. არც კოლუმბია არ იყო, სწორი პასუხია ვიქტორია. სეიშელის კუნძულის დედაქალაქია ვიქტორია, რომელიც ეს დაარქვეს ინგლისის დედოფლის საპატივცემლოდ და სხვათა შორის პირველი ევროპელები სწორედ ინგლისელები იყვნენ, რომლებმაც ფეხი დადგეს ამ კუნძულზე. ვიქტორია რომაულ მითოლოგიაში გამარჯვების ქალღმერთია, ავსტრალიის ერთ-ერთი შტატიც ამ სახელს ატარებს. ასეა და არ დაგვავიწყდეს ასევე ყველაზე ფართო ჩანჩქერი ვიქტორია, რომელიც დაახლოებით 2 კილომეტრია სიგანეში და სხვათა შორის როგორც ვიცი ამ ჩანჩქერსაც ინგლისის დედოფლის ვიქტორიას საპატივცემლოდ უწოდეს ეს სახელი. ალბათ. და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ვიქტორიას სეკრეტის გოგოები, როგორ უნდა დაგვავიწყდეს, ხო? მოკლედ ვიქტორიას ვერ გავეცი სწორი ამ კითხვას, ვერ გავეცი სწორი პასუხი და ვინ გაიმარჯვა მაინც? სკაუტებმა! აპლოდისმენტები. 3-2 დასრულდა დღევანდელი ჩვენი თამაში და საჩუქრები, ნინი, საჩუქრები და დათუნა, აბა. მოკლედ ბავშვებო, თქვენ გული არ გაიტეხოთ, არა უშავს. მე რა, ყველაფერი ხდება, ეს თან თამაშია, მაგრამ თითოეულ მონაწილეს გადმოგეცემათ, ბავშვებო, მოდი მე ვანახებ ჩვენ მაყურებელს. ეს არის სერტიფიკატი, ნიშნად იმისა, რომ მონაწილეობდით ჩვენს ეკო ვიქტორინაში და ასევე
არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქეს მიერ გამოშვებული წიგნი სახელწოდებით რა არის თავისუფლება. ძალიან კარგი წიგნია, უამრავი ცნობილი მწერლის ნაწარმოებია შიგნით შესული, როგორც ამონარიდები, ასევე პატარა ნაწარმოებები და მე გიჩვენებთ, რომ ყველას წაიკითხოთ ეს წიგნები და მთავარი პრიზი საგზური ეკობანაკში. აპლოდისმენტები. ეს საგზური ეკობანაკში გადაეცემა გუნდს სკაუტები. გილოცავთ, მარიამ გუნდის კაპიტანს გადავცემ. გილოცავთ, გირდებით, რომ ძალიან მაგარ დროს გაატარებთ, დაუვიწყარი იქნება თითოეული თქვენგანისთვის ეს ეკობანაკი და თქვენ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გული არ გაიტეხოთ და მე დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს მომავალ შაბათამდე. კეთილი სურვილებით. კარგად.